გამარჯობათ. თუ თქვენ არავისთვის არაფერი არ დაგიშავებიათ, არ გიწყენინებიათ, არც ვალი არ გაქვთ არავისი, ხომ წყნარად იქნებით. არავისთვის არ მიგიციათ მიზეზი მტრობისა. თუ მაცივარი სავსეა, ჯიბე სავსეა, ხომ მშვიდად იქნებით. ცხოვრება მოწესრიგებულია. ეს სწორია ადამიანური გაგებით, მაგრამ არასულიერი გაგებით. ადამი სამოთხეში იჯდა, სამყაროში რა ხდებოდა, ისიც კი არ იცოდა. არავის არაფერს არ უშავებდა. მაგრამ რაც იქ მოხდა, თქვენ კარგად იცით. ეშმაკს არ ჭირდება გაღიზიანება, რაღაცა მოტივაციის მიცემა, რომ ბოროტება გააკეთოს. თავის თავში ატარებს ამ მოტივაციას, გაბოროტებას და სიძულვილს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ მოღვაწეები ხართ თუ მოკეიფეები. თქვენ თქვენი არსებობით აღიზიანებთ ამ სულებს. ადამიანი არის ღმერთის ხატი და როცა ის ადამიანს ხედავს, ღმერთს ხედავს და ცდილობს, რომ ეს ხატება მოსპოს, გაანადგუროს. ადამი სამოთხეში მოწოდებული იყო, რომ ეცხოვრა მშვიდად, წყნარად, უზრუნველად, ღვთის სიყვარულში. ადამის ცოდვილი შთამომავლობა ცდილობს, რომ რაღაცა მსგავსი მოაწყოს დედამიწაზე, თავისი განდევნის ქვეყანაში, ოღონდ მიწიური გაგებით. ამაზე დაყრდნობით, ეშმაკი ადამიანს თავაზობს ხოლმე ნეიტრალიტეტს. შენთვის იყავიო. იქ სულთა სამყაროში რაღაცა ხდება, იქ ღმერთი მოსულა, იქ ადამი დაცემულა, იქ შენთვის იყავიო. ჭამე, სვი, გაზარდე შვილები, იარე სამსახურში, აი ესე. მაგრამ ადამიანი ვერ შეძლებს ამ ომს გამოეთიშოს, იმიტომ რომ ადამიანისთვის არის ეს ომი. სამება ღმერთის დადგენილებით, ეს ქვეყანა არის ბრძოლის ველი და ბრძოლის საგანი არის ადამიანთა ხვედრი მარადისობაში. თუ თქვენ დათანხმდებით აზრობრივ შეთავაზებას ნეიტრალიტეტზე, ეს მოგიტანთ აზრობრივი თავდასხმებისაგან თავისუფლებას. მშვიდად იცხოვრებთ, ოღონდ ამის ფასს მერე გადაიხდით. წმინდანებს ასე უწერიათ, იუდაო რო დათანხმდაო აზრებში, რომ მაცხოვარი გაეყიდა. მერე შევიდაო ეშმაკი იუდაში, მანამდე ვერ შედიოდა. სულიერი სამყაროს რეალობა ასეთია. არსებობს ორი ძალა, ღმერთი და ეშმაკი, სამი ძალა არ არის, მხოლოდ ორია და ამ ორ შორის გადანაწილდება ყველა ანგელოზი და ყველა ადამიანი. როდესაც ეშმაკი ადამიანს ეუბნება, შენთვის იყავიო, ანუ სთავაზობს ნეიტრალიტეტს. ნეიტრალიტეტი სიტყვა გულისხმობს არა მარტო ეშმაკისგან იყავიო, ცალკე, არამედ ღვთისგანაც იყავიო ცალკე. და ეს თეორიულად შეუძლებელია. როგორც ადამის ღმერთობა იყო შეუძლებელი, ასევე ნეიტრალიტეტი არის შეუძლებელი. თუ ადამიანი ამას აირჩევს, ავტომატურად დგება ეშმაკის მხარეზე, იმიტომ რომ ღმერთი უარყო. კეთილი არჩევანი, ეს არის კეთილი არჩევანი, ბოროტი არჩევანი, ეს არის ბოროტი არჩევანი. არჩევანისაგან თავის შეკავება ავტომატურად ნიშნავს ბოროტ არჩევანს. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი არჩევანისაგან. ღმერთმა გაგახაროთ.